გენიოს იმწერდეს და დუმბაძის მოგება ძაფში და ბაშუშავალას ზოგიერთი ორგული და უსასტიკესი ადამიანი. დიდი მადლობა ბატონ თავას ედის პარაშულს ამ ჰუმანიზმის გამო. ამ გენიოს მწერალთა სურვილის აღსრულებისათვის, რითაც იქნებ შესაძლებლობა მოგვეცეს დავამკვიდროს თავი მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის. უპატრონო მიუსაფარი ცხოველებისადმი დიდი საყვარულის გამოხატულება ეს ტერიტორია. ბატონ თავას ედის პარაშულის მიერ დაარსებული ძაღლთა თავშესაფარი, რომელიც მათ დამე დიდმა სიყვარულმა და კეთილშობილობმა სურვილმა წარმოშვა. წმინდა ქრისტე შეიწყალა საკრალო ძაღლი. ეს ქართული ესეთი სათაყვანებელი პოეზიის ერთსაგელოვანი სიყვარულია. ეს ფრაზა თვითონ ვედრება და ღვთმა ისინი. არც ერთი არ იქნება, მაგითი არ იქნება. თამამად შეგვიძლია და თქვენთან ერთად მოიწვიოთ თანაშრომლები, რომელიც დაგისვენებთ. გარეთ არც ერთი ძაღლი არ იქნება მეორე ასეთი. ჩვეულებრივ თამამად შეგვიძლია. გიორგი გადასვლა შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან. ჩვენ ვცდილობთ ყველა შემთხვევაში რომ გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან. არ მუშაობდება ძაღლები და შეიძლება ვაქცინაციას. ფიაკა გოგებაშვილის სიტყვებს, რომელიც ადამიანის საუკეთესო მეგობარზე ამბობდა. არც ერთ შინაურ ცხოველს ისე არ უყვარს ადამიანი, როგორც ძაღლს. ბევრი ძაღლი ისეთი ერთგული ყოფილა თავის პატრონისა, რომ იმის საფლავზე თავით მოუკლავს. ყველა მიცის, როგორი ერთგული მცველია ძაღლი ადამიანებისა და მათი სახლებისა. ფიცაგან და ხიბათისგან გამოიხსნის ხოლმე. ხადირობაშიაც ბევრ საშველის. ამიტომ ყველა ქვეყანაში გაეშინაურეს იგი. ძაღლს კიდევ იმსახურებენ, ასწავლიან კარის გაღებას, დახურვას, პირის ნივთების ტარებას და მათ მოძებნას. ნაძაღს კიდევ ცხენების მაგალითად გამოიყენებენ ხოლმე. შეაბამდნენ და სამოუღებს მართლს და ასე დააბენებენ. არსებობს ძაღლების ზედაჯიშებიც, რომლებიც წყალში კარგად დაცურავენ. ამიტომ ზოგჯერმა წყალში დამრჩა ადამიანებსაც კი აძებნინებენ. ესე იგი, აქ ამყავს მე ორი ძაღლი. ეს ძაღლები ახალი მოსახლეა არიან. და ძაღლებზე კონტაქტი ახსენე, მაგრამ ადამიანზე დაიწყე ეს არის ჩვენი ჟორა, ჩვენი მეგობარი. ზამთარში აქ მგზავრობა მეტად ძნელია, რადგან ძლიერად ცივა და ამასთანავე საშინელი ნარქერი იცის. ბევრი გზავს ეკარგება გზა და ყინი შიმშილი ხდება, მაგრამ ბევრი გზავს დაიხოცებოდა და გამომხსნელი ძაღლები არ იქნებოდა. ამ მთებზე არის აშენებული ერთი უდაბნო, სადაც ბერები ცხოვრობენ. ამათ ყავთ დიდი ძაღლები, რომელთაც ყინვასა და ნამქერში ბევრი კაცი სიკვდილისაგან გადაურჩენიათ. ამ ძაღლებს ზამთარში ცივი დარის დროს ბერები ბოთლით ღვინოს და არაქს შეაბამენ ხოლმე ყელზე. კალათით კურს ჩამოკიდებენ და თვალით გაგზავნიან. ძაღლი დარბის და ათვალიერებს. ძაღლმა არავის დახარჯულაო. თუ გზა და კარგული კაცი ნახე შიმშილს და სიციეთ თორში შეწუხებული, მაშინვე მიიღბენს კურსა და ღვინოს მიუტანს, აჭმევს, ასმევს, ღონეზე მოიყვანს, მერმე წინ დაუძღვება და უდაბნოში მიიღებს. ერთ მამისთან ერთად ამბობი კაცი გადაარჩინეს სიკვდილს 12 წლის განმავლობაში. თემალ თორში იპოვა პატარა ყმაწვილი, ყირიმთა და შიმშილით შეწუხებული. ეს ყმაწვილი მედეგისთან ერთად გზაზე მიდიოდა, გზა დაჰყარდა. ზედახევში გადავარდნილი იყო და დაღუპული იყო. იყო მარტო ყმაწვილი ყინვასა და თოლში. ძაღლმა ყმაწვილი რომ თოლში ჩაფლული იპოვა, აწევა დაუწყო. უნდა და ბოთლიდან არაყი დაელევინებინა. ყმაწვილმა თვალები გაახილა და დაინახა თუ არა ძაღლი ძლიერ შეეშინა და დაქცევა მოინდომა. მაგრამ იმდენი ძალა აღარ ჰქონდა რომ მზედზე წამომდგარიყო. მაშინ ძაღლმა ლაქოცი და ალერსი დაუწყო და გაყინულ თითებს სულოკავდა. ბოლოს კი გვერდით დაუწვა და ანიხნდა რომ იგი გზეთ შეგდა. მაშინ ყმაწვილი ძაღლის განძრაფას მიუხვდა და როგორც იყო ზურგზე შეაშდა და ძაღლი საჩქაროდ უდაბნოში ბერებთან მიიყვანა. იქ იმპოს კარგად მოუარეს, მალე კი სულებით მოაწყეს. მაგრამ ყმაწვილი
ყბელური დედა კი ვერ იპოვეს. ერთმა მდიდარმა კაცმა გაიგო ეს ამბავი და ობოლი ყმაწვილი შვილად დაიყვანა. ინგლისში ჰყავთ იმისთანა ძაღლები, რომელიც დაჩვეულნი არიან ცეცხლსადგურული სახლიდან გამოიყვანა ყოველი სული, რომელიც კი შიგნით მოჰყვება. ვინ მოსწვის რამდენი ადამიანი ყავთ გადარჩენილი დაწყეს. ბევრი სხვა მაგალითები შეიძლებოდა დამესახელებინა და უფრო სწრაფად გამეხადა, რომ ძაღლი ძლიერი ჭკვიანი ცხოველია. მაგალითად, ნავში იჭდა ძაღლი, მენავეს კი ეძინა. ძაღლმა მენავეს სწორედ მაშინ გააღვიძა, როცა ნავი ხიდის ბურთს უნდა დასჯახებოდა. კაცს პატარა ფინია ყავდა. ერთხელ ეს კაცი თავის მეგობართან სადილად წავიდა. ფინია კი შინ დასჯა. ქუჩებში ცუცულის დროს დაინახა, რომ პატარა ბავშვი, რომელიც თავის დას მისდევდა, ხიდიდან წყალში გადავარდა. გონიერი ცხოველი მაშინვე გაეკანა, ჩახტა წყალში, მოეწია ბავშვს. პირი წაავლო და ცურვით შუარიყეზე დასვა. მერე ისევ საჩქაროდ რიყიდან გამოვიდა, თავის პატრონის მოსაძებნად გაიქცა. უნდა შეეტყობინებინა, რომ ყმაწვილი რიყიდან გამოვიდა. ამ ფინიას პატრონი თავის ნაცნობთან სადილად იჭდა. ძაღლი შეუყვდა სასადილო ოთახში, ყეფა ატეხა და პატრონს ყბილებით მივარდა. უბრძანის გარეთ გაეგდოთ, მაგრამ ფინია ხელმეორედ შემოუყვდა სასადილო ოთახში, ყეფა უფრო მაღლა ატეხა, მერე თავის პატრონს ყბილებით მივარდა. ეგონა ყურის შეაუწი, ხორცის ნაწერი დაუჭდა, მაგრამ ფინიამ შორს გადააგდო. თითქოს ამით ეუბნეოდა, ახლა ჭამის დრო არ არისო. მერე პატრონმა ნახა, რომ ფინია სულცველი იყო. იფიქრა უთუოდ მომხდარა რამეო და წასასვლელად ადგა. როდესაც ეს ფინიამ დაინახა, სიხარულისგან ყეფა შეწყვეტა და პატრონს ლაფუცი დაუწყო. მერე წინ გაუწვა, ხიდთან მიიყვანა და ცურვით ახლო რიყეზე გავიდა. ამ დროს ხიდთან შენიშნეს პატრონი. ხიდთან შენიშნეს პატარა მტირალი გოგონა. რომ კითხეს და წტირიო უპასუხა, რომ ჩემი 3 წლის ძმა ხიდიდან წყალში გადავარდა. ეს ფლოროდი ფინია წყალში ჩახტა, მწარი მოკვიდა, შემდეგ კი რიყეზე დასვა. ფინია სულდა ყმაწვილი რიყიდან გამოეყვანა, მაგრამ პატრონმა დაუძახა, მან დარჩიო და ისიც ყმაწვილს მიიწვია. ბავშვი წყლიდან ნავით გამოიყვანეს, მას არაფერი დაშავებია. რასაკვირველია, ეს გონიერი ფინია რომ არ შესწრებოდა, ამ ბავშვს საწყალი ბავშვი დაიხსენებოდა. შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს, რომ თმის სწავლად შეუძლია. ერთმა მეკუთვნემ აიღო და ძაღლს ქათმები ჩააბარა. ურის საკრება. ძაღლი ერთგული მფარველი იყო ქათმების, ამიტომ მელია და სხვა მტრები ვერას აკლებდა. მეკუთვნემ აიღო და ვაჭარს 3 ქათამი მიდგინა. ამ დროს ძაღლი შინარი იყო. როდესაც დაბრუნდა და საქათმეში თავი შეყო, შეამჩნია, რომ ქათმების რაოდენობა შემცირებულია. მაშინვე შურდულივით გაექანა. მთელი სოფელი გაიძინა. ვაჭრებს დაეძია. ქათმებიანი გალია ძირს გადმოაგდო. წინ გამოერეკა და შინისაკენ ხიარულად დაბრუნდნენ. როდესაც მეკუთვნემ დაინახა გაყიდული ქათმები შინ როგორ დაბრუნდნენ, გაუკვირდა და თავის თავს სიტყვა მისცა, რომ ძაღლის მალვით ქათმები აღარ გაეკიდა. მე ვქია თეიმურაზ მამული, თავის საფრის დირექტორი გახავა. როგორ გქონდა თქვენ ცხოვრება? ჩვენი ცხოვრები იკვებებიან დღეს სამჯერადი კვებით. იკვებებიან შრალი ჩვეულებრივი სპეციალური დამზადებული ძაღლებისთვის კორომით, ტუშონკით, ხორციანი და ანალოგიურად ფულით. პრობლემური ხომ არ არის ამ ცხოვრების ერთმანეთთან შეგუება? არანაირი პრობლემა არ არის. პირველი დღე ძაღლი ჩაბარების დღიდან ვარდება სტრესში, მაგრამ ჩვენ ვეხმარებით ძაღლებს და გამოვყავთ მდგომარეობიდან. თითოეულ თანამშრომელს მოვაკრებული აქვს რამდენიმე ძაღლი, რომელსაც არის პასუხისმგებელი და როცა ძაღლი სტრესში ვარდება, ხო? მის მოვალეობა არის, რომ ძაღლის სტრესთან გამოყვანს, უნდა მოიაფეროს, უნდა ელაპარაკოს, უნდა გაასეირნოს, რომ ძაღლი დარგისგან არ მოვხდება და შემდგომ ხდება მაგ ძაღლის გაჩვენა. ჯანმრთელობის შესანიშნავება, ზოგჯერ თუ ატარებთ რაიმე სახის ოპერაციებს? ჩვენთან ძაღლები თავის საფარში ჩაბარების დღიდან თუ მაგალითად ძაღლი არის პატრონის მიერ ჩაბარებული და თავის დროზე ქონდა გაკეთებული მაგას ვაქცინაცია და დამუშავება ჭირს, ხო? მაგ შემთხვევაში როცა უწევს მე ვაკეთებ, მაგრამ თუ ძაღლი შემოვიდა ქუჩიდან, ან ისე პატრონის მიერ ჩაბარებულია, რომელზეც არაფერი არ არის გაკეთებული, ხო, ჩვენთან გადის რეაბილიტაციაც. ანუ ჯერ მუშავდება ჭიაზე, მე ჩვეულებრივ ხდება ვაქცინაცია და ასე შემდეგ. ანალოგიურად შემოდის ეს ძაღლები, რომელიც არის ტრავმირებული და ესაჭიროება ოპერაცია. ანუ მაგასაც ვახორციელებს. თქვენ სამკეთილშობილურ ქმედებს გვაქვს მიმოძრაობა დედაქალაქის მოსახლეობის. კი ბატონო. სოფლიოს ცივილიზებული ქვეყნებისათვის თუ არის ცნობილი, ჩვენ დედაქალაქის ეს თავში საფარი და გიწევენ თუ არა რაიმე სახის დახმარება? ცნობილი არის, მაგრამ დახმარების შესახებ ვერაფერს მოგახსენებ. ცნობილი მართლა არის. შეზღუდული ხომ არ იქნება ჩვენი უფლება ხშირად უთვალიეროთ ეს მოსახლეობის ცხოვრება? კი ბატონო, ჩვენ პირიქით დახარებული ვიქნებით, ხშირად იავთ და გავავსებოთ კიდე, რომ თუ ვინმეს აქვს სურვილი და უყვარს ძაღლებს, შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ათვალიეროს ჩვენი ბინადრები
ასევე დაგვეხმაროთ მოვლაში, გასაინებაში და ასე. ჩვენ პირიქით მოხარულები ვიქნებით. გზნობთ თუ რა თეატრობას მას მედიის მხრიდან? მედიის მხრიდან? ბევრი ჟურნალისტები მოდიან ხოლმე, იღებენ ხოლმე ჩვენ თავში საფარს და ავრცელებენ, რომ აი გაიხსნა თავასების ბავშვის ძაღლის თავში საფარი, სადაც შეგიძლიათ მოიყვანოთ ტრამირებული ძაღლი ან გამოგდებული ძაღლი. შესაბამისად ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც გაიგო ჩვენ შესახებ, ჩვენ და თავში საფარში მოუყვანია ესეთი ძაღლები, რომელიც მართლა განცდებული იყო სიკვდილისაკენ. ზოგი ქუჩაში ყავდა ნაპოვნი, რომელსაც მანქანა დაეჯახდა, მოიყვანა ჩვენ და თავში საფარში ავარდები, პატრონის მიერ გამოგდებული ნახა ქუჩაში და მოიყვანა. ხალხი რეაგირებას ახდენს. ჩვენი ქვეყნის ასეთ რეგიონში არ არიან ცხოვრები, ან კონკრეტულ ზურნალი ყოფილნი, როგორც აქ. რჩევას მისცემთ რეგიონში ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანებს? რეგიონში, პირველ რიგში რეგიონებში არის, მაგალითად მეგონი გორშიც არის, ქუთაისშიც, ეს არის მუნიციპალური თავშესაფარი, ეს არის კერძო თავშესაფარი. თავშესაფარში მომუშავე თანამშრომელი ხო უნდა იყოს ძაღლთა და ცხოველთა მოყვარული, უნდა იყოს თავის საქმის სპეციალისტი. უნდა იცოდეს როგორ უნდა მიუდგეს ძაღლს, ანუ რა ჭირდება ძაღლს, როგორ უნდა გამოიყოს სტრესიდან ძაღლი, როგორ უნდა მოუვაროს. ანალოგიურად ექიმიც უნდა იყოს სწორედ, რომელიც უნდა იცოდეს რა და როდის კეთდება ძაღლის სასიკეთოდ, რომ მაგას არ შექმნეს რაიმე დაავადება ამ დროს. მადლობას მოვახსენეთ ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს ყოველდღე ჩვენთაგანის სახელით ამ თავშესაფრის დათვალიერებისთვის.
საქართველოში იშვიათია ასეთი სათნოებით მოსილი ადამიანები. გადლეობა ვკითხავს, რომ ასეთი უსაზღვრო კვეთილშობილებით მოსილი ერთ-ერთი ადამიანის ნახვა შეგვეძლებინა და შევეცდებით თქვენ მიერ წამოწყებული საქმე გავაგრძელოთ და მოგვაწვდით თქვენ პიროვნებას, რომელიც ღვთის მიერ შექმნილი ცოცხალი არსებებისთვის თავდაუზოგავად იწვის.